მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი არის და სხდომას გახსნილად ვაცხადებ. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი არის განსახილველად ორი საკითხი. კანონების პროექტები დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენა. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენა. ორივე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. დავიწყოთ პირველი საკითხით და გთხოვთ. მოგესალმებით, როგორც მოგეხსენება დიზაინის შესახებ კანონ პროექტი, მის თანმდევ კანონ პროექტებთან ერთად შეეხება დიზაინის სამართლებრივი პროცედურების დახვეწას და მოწესრიგებას. ჩვენ პირველი ორი მოსმენის ფარგლებში უკვე გაგიზიარეთ ის შინაარსი და სიახლეები, რომელსაც ეს პაკეტი იწვევს. შესაბამისად, მესამე მოსმენის ეტაპზე წარმოგიდგენთ უკვე რედაქტირებულ ვარიანტს, სადაც არ შეცვლილა ის ძირითადი პრინციპები, ასევე ის არსი, რომელიც იყო პირველი და მეორე მოსმენის დროს წარმოდგენილი და ამ რედაქტირებულ ვარიანტს, რომელიც ჩვენის მხრივ გადმოგვიგზავნა პარლამენტის აპარატმა, ვეთანხმებით და ვიზიარებთ იმ იდეების გათვალისწინებით, რომელიც მასში არის ასახული. ანუ კონკრეტული ცვლილებები არ განხორციელდება. კონკრეტული ცვლილებები არ მაქვს, მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია, რაც მესამე მოსმენის ფარგლებში. ესე იგი, პირველი მუხლი. არ არის ცვლილება. პირველი მუხლის მეორე პუნქტი. არ არის ცვლილება. მესამე პუნქტი. არ არის. მეოთხე პუნქტი. არ არის. მეხუთე პუნქტი. არ არის. მეექვსე პუნქტი. მეექვსეც არ არის. მეშვიდე პუნქტი. არ არის. მერვე პუნქტი. არ არის. მეცხრე პუნქტი. უცვლელია. მეათე პუნქტი. უცვლელია. მეთერთმეტე პუნქტი. უცვლელია. მეთორმეტე პუნქტი. უცვლელია. მეცამეტე პუნქტი. უცვლელი გახლავთ. მეთოთხმეტე პუნქტი. უცვლელია. მეთხუთმეტე პუნქტი. უცვლელია. მე-16 პუნქტი. ესეც უცვლელია. მე-17 პუნქტი. იგივე. მე-18 პუნქტი. იგივე. მე-19 პუნქტი. იგივე გახლავთ. მეორე მუხლი. მეორე მუხლიც უცვლელია. მესამე მუხლი. მესამეც უცვლელია. გასაგებია. შეკითხვები და მოსაზრებები ხო არ არის საკითხთან დაკავშირებით? თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენა. ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლედ მოგახსენებთ, რომ ასევე ეს საკითხი ეხება ინტერნეტ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების, ასევე მონაცემთა ბაზის დამამზადებლების უფლების ეფექტური დაცვის მექანიზმების შექმნას, ეგრეთ წოდებული შეტყობინება აღების მექანიზმის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებით გათვალისწინებულია ესეთი ეფექტური მექანიზმი, რაც ითვალისწინებს უფლების დამრღვევის უფლების მფლობელის შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერის 24 საათის განმავლობაში რეაგირების მექანიზმს, რომ მან შეზღუდოს წდომა ან აიღოს შესაბამისი მასალა ინტერნეტ სივრციდან. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დაგვიკავშირდა ცალკეულ ინტერნეტ პროვაიდერებს ჰქონდათ მოსაზრება, ამ მოსაზრების თანახმად მათი მხრიდან ტექნიკურად შესაძლებელია ამ უფლების აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება მათი მხრიდან ჰოსტინგს, აღნიშნული კონტენტის, ანუ თვითონ არიან თან მფლობელები კონკრეტული ინტერნეტ სივრცის ინფრასტრუქტურის და ამავდროულად ახორციელებენ ჰოსტირებას, რაც პრინციპში შესაძლებელია იქნეს გათვალისწინებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჩასწორების შეტანა
არ შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში, ვინაიდან შინაარსობრივად იცვლება. გარდა ამისა, პროვაიდერებს აქვთ ცალკეული მოსაზრებები, რომელიც შესაძლებელია იქნეს განხილული, თუმცა ვინაიდან მათი კომუნიკაცია ჩვენთან მეორე მოსმენის შემდეგ შედგა, ტექნიკურად ამის გათვალისწინება მესამე მოსმენის ფარგლებში არის შეუძლებელი. ამიტომ ვიშუამდგომლებ თქვენს წინაშე, რომ მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს ეს მეორე მოსმენაზე და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში თუ მეორე მოსმენაზე დაბრუნდა, უკვე მუხლობრივად მისი გადამუშავების ამ ინტერნეტ პროვაიდერების მოსაზრებების მოსმენის, გაანალიზების და შესაბამისი პოზიციების წარმოქმნის შესაძლებლობაც გვექნება. გასაგებია, ამ შემთხვევაში ესე იგი საუბარი არის უშუალოდ მომსახურების შემსრულებლების მიერ რაღაც ტექნიკური ხასიათის საკითხების დახვეწაზე, ხო? ანუ უფრო რო გავმართოთ რა არის პრობლემა. ამ შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს შუალედური მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტ მასალაზე წვდომის შეზღუდვას, თუმცა ინტერნეტ პროვაიდერები ამბობენ, რომ მათ ამის აღსრულება ტექნიკურად შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან ამ კონტენტის ჰოსტერები. სხვა მომსახურების შემთხვევაში, რომელიც ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული, ეხება ეს მაგალითად გატარებას თუ ქეშირებას, ამ პროცესში ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა მოვძებნოთ შესაბამისი მექანიზმი, რომელიც გარდა იმისა, რომ ინტერნეტ პროვაიდერების ინტერესებს საუკეთესოდ დაიცავს და შესაძლებელი იქნება მათი მხრივ აღსრულება, ამავე დროს საავტორო უფლებების მფლობელების შესაბამისი ინტერესი არ დარჩება ნაწილობრივ დაკმაყოფილებული და ამიტომ გვჭირდება ეს დრო შესაბამისი გადამუშავებული პროექტის წარმოსადგენად. გასაგებია, მადლობა. კითხვები ხომ არ არის, მოსაზრებები თუ არის? თავარი მიზანი კანონის მიღების არის ზუსტად რომ ინტერნეტ პროვაიდერების და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მათზე იყოს მორგებული, ხო? თავისთავად, რა ვიცი, ჩვენი მხარდამჭერა და დავაბრუნოთ. გავაკეთოთ ყველა ის პროცედურა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იდეალურთან მიახლოებული კანონი მივიღოთ. მადლობა. მადლობა, ბატონო ნოდარ. შესაბამისად, თუ კითხვები არ არის, მოსაზრებები არ არის, პარლამენტის კულტურის კომიტეტი მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ აღნიშნული კანონპროექტი დაუბრუნდეს მეორე მოსმენას, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით და პირობებით და ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე შინაარსობრივად, როგორც მეორე მოსმენა ითვალისწინებს, მივყვეთ კანონს და მივიღოთ შესაბამისი ცვლილებები. დიდი მადლობა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც საკითხს კენჭილში უყრით, ასევე მე მინდა რომ თავიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი გვაქვს, ჩვენ ეს არის დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტს ასევე უყაროთ კენჭი მესამე მოსმენით. გადაწყვეტილება მიღებულია და ასევე მეორე საკითხთან დაკავშირებით რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენა ასე ვთქვათ მესამე მოსმენის ნაცვლად ჩვენ დაუბრუნოთ აღნიშნული საკითხი მეორე მოსმენით და გაგრძელდეს მეორე მოსმენის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენა, გთხოვთ უყაროთ კენჭი აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია, სხდომა დახურულია, დიდი მადლობა.